მოგვეც ზაფხულის ტემპერატურის მატების პარალელურად მატულობს პოლიტიკური ტემპერატურაც. მოგეხსენებათ, რაც უფრო და უფრო ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, შესაბამისად გვხვდება შიდა დაძაბულობაც. ამა თუ იმ პარტიებში ერთი სიტყვით მეტად დაძაბული და საინტერესო კვირა გახდათ ოპოზიციის ფლანგზე. ცნობილია ნაწილი ოპოზიციისა ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივ არჩევნებს, ნაწილი კი თანხმობასაც ცხადებს მონაწილეობის მიღებაზე. არჩევნებში მონაწილეობის მიღება გახლდათ იმის მთავარი მიზეზი, რომ ამ ფლანგს ერთმანეთის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოეწყოთ და ერთ-ერთი ბინძური რეპლიკებით შეემგოთ. იყო ბრალდებები ასევე შავბნელი წარსულის შეხსენებაც და საჯაროდ უხერხული ინტიმური ხასიათის მუხარებიც კი. რაღაცის ვიღაცაზე მიცემაც. როგორც ვატყობთ, იგრძნობა ოპოზიციაში ერთიანი სულისკვეთება. მათი შემკურე მე პირადად მახსენდება ის გენიალური გამონათქვამი. წმენა წარმოშობს ერთიანობას, ერთიანობა წარმოშობს ძალას. ოპოზიციის ნაწილს ასევე ვითარება დაეძაბა მათ პროპაგანდისტულ მედიასთანაც. ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ პაატა ზაქარეიშვილის ევროპა უფრო არჩია ვიდრე დანარჩენის და ჰკითხა, თუ რომელი მათგანი იყო პაატა ზაქარეიშვილზე ევროპელი. ეს ინფორმაცია უმალვე დაზვერვა მიაწოდა მწვანე ბერეტების მეთაურს და კრემლის ღამის კოშმარს. ნუ სახელს დაგვარს ვერ დავასახელებ, მას წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, ის საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია. მოდით ვნახოთ რა პასუხი გასცა მან დიანა ტრაპაიძეს. ილამშვიდობის. დიანა ტრაპაიძეს აინტერესებდა პაატა ზაქარეიშვილზე დემოკრატი და მეტად რომელი ხართ დამენახეთ. დიანა, მე ვარ მაგაზე მეტად დემოკრატიც და მაგაზე მეტად ევროპელიც. აი კონკრეტულად მე ვარ კახაბოგიძე მაგაზე მეტად დემოკრატიც და ევროპელიც. მაგისგან განსხვავებით პუტინი მტერიაზე ტრაკი არ მიჟიმჟიმენებს, რო თქვა, პუტინი მტერი კი არა, მაგის დედაშევეც. აი ეგ არის პუტინი. და მიუხედავად ამისა, მაინც მაგაზე მეტად დემოკრატი და მაგაზე მეტად ევროპელი ვარ. გასაგებია? ხო და აი დამინახე. აჰა, მე ვარ. მინდა დიანას ერთად შევამიჩნევ, ძვირფასო დიანა, დაიმახსოვრე 3 წესი. დენთან, ცეცხლთან და ამასთან თამაში არ შეიძლება. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ახლის გამოწერა.